მოგესალმებით ბავშვებო. ჩვენი დღევანდელი განსახილველი გაკვეთილი გახლავთ მონღოლები და საქართველო. წინა ორ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ შეიქმნა მონღოლების სახელმწიფო, როგორი დაპყრობითი ომები აწარმოეს, რათა ტერიტორიები შემოერთებინათ და მცირე ნაწილში შევეხეთ კავკასიაში ლაშქრობის საკითხსაც, თუმცა ამ საკითხზე დღეს ჩვენ ცლად უნდა ვისაუბროთ. მონღოლები ბავშვებო პირველად საქართველოში შემოვიდნენ 1221 წელს. ახლა როგორ შემოდიან? თქვენ იცით რომ ხორეზმშაჰის მემკვიდრეს ჯალალედინს დაპირისპირება ჰქონდა მონღოლებთან და იგი როდესაც მომენტებში ძალებს მოიკრებდა, იმ წამსვე დაპირისპირებაზე და ამბოხებაზე გადადიოდა. მონღოლები ძალიან ძლიერები იყვნენ და შესაბამისად ჯალალედინის ამბოხებას ასე მარტივად არ შეეგუებოდნენ. ამიტომ ერთ-ერთი დაპირისპირებისას ჩენგისყაენმა ჯალალედინს დაადევნა თავისი ორი გამორჩეული სარდალი ჯებე და სუბუდაი. ჯალალედინის დადონებისას მოადგნენ საქართველოს საზღვრებს. ამ პერიოდში საქართველოში მეფობს ლაშა გიორგი იყო თამარ მეფის შვილი და მათ ანუ მონღოლებს დაადევნა 10,000 მეომარი. მონღოლებთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, ვინაიდან მონღოლები მაინც ძლიერები იყვნენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქვეყნის სიღრმეში შესვლა მათ ვერ გაბედეს. 1222 წელს ბავშვებო მონღოლები კიდევ ერთხელ შემოიჭრნენ საქართველოში და საქართველოში შემოჭრისას უკვე ქართველები იძულებულები არიან რომ კარგად მომზადებულები დახვდნენ და მათ კიდევ ერთხელ გაუწიონ დაპირისპირება. ერთ მომენტში მოვლენები იმდენად ეშმაკურად წარმართეს მონღოლებმა, რომ ქართველებს ისიც ეგონათ რომ გაიმარჯვეს, თუმცა მონღოლებს თავიანთი ტაქტიკა ჰქონდათ და რაში მდგომარეობდა ახლა ეს ტაქტიკა. სამხედრო ტაქტიკას გულისხმობ ცხადია. ჯარის ერთი ნაწილი დაბანაკდა ბრძოლის სოლიდან მოშორებით, მეორე ნაწილი მოშორებით და ასე რომ ვთქვათ, თითქოს და აკვირდებოდნენ მიმდინარე მოვლენებს. და როდესაც ახლა მიმდინარე მოვლენებს აკვირდები და სიტუაციას მართავ, ასე რომ ვთქვათ, უფრო მარტივია შემდგომ შემდეგი ნაბიჯების განხორციელება და შესაბამისად ქართველები ამ ბრძოლაში დამარცხდნენ. შემდგომ უკვე ჩენგისყაენი გადადებს ირანისა და საქართველოს დროებით დალაშქრას და ბრუნდება სამშობლოში. ამ დროს ამ მომენტს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ჯალალედინი და ნახეთ რას იზავს ანტიმონღოლური კოალიციის შექმნას. და სხვათა შორის შირვანმა და ადარბადაგანმა ჯალალედინის ანუ ხორეზმშაჰის უზენაესობა ცნეს. 1225 წელს ისინი ქართველებს გარისის ველზე ბრძოლას გაუმართავენ. ამ დროს უკვე მეფე რუსუდანი გახლავთ, ვინაიდან ლაშა გიორგი გარდაიცვლება 1223 წელს. უკვე როდესაც ჯალალედინი გაიმარჯვებს, ანტიმონღოლური კოალიციის წინადადების შექმნა მიმართავს ქართველებს. თუმცა ქართველები ამაზე არ თანხმდებიან და 1226 წელს ჯალალედინი აოხრებს თბილის, სასტიკად იღებს ქალაქს, არბევს მოსახლეობას და მოკლედ საშინელ ქმედებებს ახორციელებს. სიტუაცია იყო მძიმე და ჯალალედინი მაინც აგრძელებდა ქვეყნის აოხრებას და დაახლოებით 5 წელი მაინც არბევდა საქართველოს.